კომისიამ იმსჯელა ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებით და დოქტორანტს ნაშრომი შეუფასდა 94 ქულით, რომელიც არის A უმაღლესი შეფასება. ულოცავთ დოქტორანტს და უსურვებთ მომავალში წარმატებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭომ მისი ნაშრომი უმაღლესი ქულით შეაფასა. ნაშრომის სახელწოდებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური განვითარების შედარებითი ანალიზი, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური ტრანსფორმაციების, დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოების გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური პროცესების კომპლექსურ კვლევას წარმოადგენს. აქ არის თავმოყრილი ყველაფერი ერთ ნაშრომში, რაც გაიარა ამ სამმა რეგიონმა და ძალიან კარგია ის შედარებები, რომელიც თქვენ წარმოადგენთ. თქვენ შეძლებთ რომ ობიექტური ყოფილიყავით და დაიცავეთ ის მეცნიერული სტანდარტები, რომელიც მეცნიერს აუცილებლად ჭირდება. დისერტაციის შეფასებისას კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ნაშრომი გამოირჩევა როგორც სამეცნიერო სიახლით, ისე პრაქტიკული მნიშვნელობით. მათივე შეფასებით კვლევის შედეგები შესაძლოა გამოყენებულ იქნას აკადემიურ საქმიანობაში, სახელმწიფო სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში, ასევე რეგიონული პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით. ეს თემა, რა თქმა უნდა, ეხებოდა სამხრეთ კავკასიას, მაგრამ იცით, ჩვენი რეგიონის პრობლემებს იკვლევდა ჰერმენევტიკული და გლობალური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აფხაზეთის წილიც ამ კვლევაში საკმაოდ სოლიდური იყო. ეს იყო შედარებითი ანალიზი ამ ქვეყნების განვითარების, სადაც ძალიან კარგად ჩანს ის პრობლემები, რომლების წინაშეც დგანან სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და მათ შორის საქართველო. სამეცნიერო ნაშრომის დაცვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე არაერთხელ აღინიშნა გიორგი ჯინჭარაძის ოჯახის დამსახურება ქვეყნის წინაშე. განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით გაიხსენეს მისი მამა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული მიხეილ ჯინჭარაძე. ოქტომბრის 5 საათსა და 24 წუთზე გაგრა დაეცა. ქალაქის მერი არის მისი მამა, მერის მოვალეობის შემსრულებელი. მიშა ჯინჭარაძე. 4-ის არის გიორგი. მამა გმირულად დაეცა. ის 4 თვის ბიჭი დღეს დგას აი ამ ძალიან დიდ კედლებში. მე მინდა ჩემი სიამაყე გამოთქვა. წარმატება შენ. გაგრელო ბიჭო. და სირა აფხაზეთის თემა რომ გააჟღერე დღეს თბილისში მადლობა. საკუთარ გამოსვლაში გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ მიღებულ აკადემიურ ხარისხს დედას, ქალბატონ ნანა ირქვანიას უძღვნის. მისი თქმით, დედა ყოველთვის იყო ის ადამიანი, რომლის სიმტკიცემ და თავდადებამ ცხოვრების ყველა ეტაპზე ძალა და мотиваცია მისცა. განსაკუთრებული მადლობა მე მინდა უთხრა დედა ჩემს, ქალბატონ ნანა ირქვანიას. და 10 წლის იყო, როდესაც სამშვილდთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. მე ვთვლი, რომ მამა ჩემი გმირი იყო ნამდვილად, მაგრამ დედაჩემს არანაკლებ მეტი გმირობა აქვს გაკეთებული და კვლევის სამეცნიერო სიახლე 4 ძირითად კომპონენტს აერთიანებს: ისტორიულ მემკვიდრეობას, ეთნიკურ კონფლიქტებს, გლობალურ და რეგიონულ ძალთა სტრატეგიულ გავლენებსა და ენერგოპოლიტიკურ დერეფნებს. ავტორის შეფასებით, ეს მოდელი მცირე სახელმწიფოების გეოპოლიტიკური არჩევანის ფორმირების მექანიზმების ახლებურ ხედვას გვთავაზობს ძალთა არათანაბარი გადანაწილების პირობებში. ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ დღეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური განვითარების შედარებითი ანალიზის თემატიკაზე დავიცავი სადოქტორო ნაშრომი. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან თემა შეეხება აფხაზეთის მიმართულებას, იმ მიმართულებას, რა საქმიანობასაც დღეს ვახორციელებ. აღნიშნული კვლევა, ცოდნა, ანალიზი კიდევ უფრო მეტად დამეხმარება, მეტი შემართებით, мотиваციით შეუდგე ჩემს საქმიანობას. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.
კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებსა და სალექციო კურსებში, ისე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე კვლევითი ცენტრის საქმიანობაში. ნაშრომი პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებს იმ მეცნიერებისა და ანალიტიკოსებისთვისაც, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვლევაზე მუშაობენ.